Saidumlo. Hakkını helal et abla. Чем გამოტყუილი თქვიდაო. Benim yüzümden გთხოვმა პატიე. ჩემი პრობლემები თავს მოგახვია. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჩემო ძვირფასო. ის ქალი, დედა ასიეს რომ ეძახი, ვერაფერს დაგიშავებს. Anne. დედა, კარგად ხარ? İyiyim kızım. კარგად ვარ შვილო. არი ნეშვილო. მადლობა ღმერთს. Babaannem seni görecek diye. მე შინოდა რომ ბებია გნახავდა და ერთ ამბავს ატეხდა. Zoruna gidiyor kızım. ძალიან მიჭირს შვილო. Bir de bir suçum var. ხანსად ვიმალები, ხანსად. თითქოს რამე დავაშავე. Anne. დედა, Durumları biliyorsun. ჩვენი მდგომარეობა ხომ იცი? Ne olur biraz გთხოვ, sabret. ცოტაც მოითმინე. Peki kızım. კარგი შვილო. Sen üzme kendini. ნუღელა, Ben elbet მე მოვითმენ. ağlasam da. შეიძლება ვიტირო ან უკმაყოფილება გამოვთქვა, მაგრამ გავუძლებ. Esma. ჩეცინისთვის, ესმასთვის და შენთვის ყველაფერს გავუძლებ. რა მოხდა შვილო? დეიდა აიშე სად არის? დაუძახეთ, მოვიდეს. აიშე ვინ არის? Ayşe teyzedir gidiyor. ყველა აღფრთოვანებულია იმ ქალით. რაც გამოჩნდა მოსვენება დამიკარგა. მით უმეტეს სეჰერს რომ დაინახავს მასზე მზედამთვარი ამოსდის. მათ შორის რაღაც უხილავი კავშირია. Zuhal'in ასე მშობელი დედაც არის რუნებდა საკუთარ შვილზე. adını duymadığım ქალბატონი ზუჰალის ნათესავია. ქალი რომლის სახელიც 6 წელი არ გამიგია უცებ არსაიდან მოვიდა და ოჯახის ნათესავად გაგვეცნო. თანაც ისე შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, ყველა მის სახელს ახსენებს. თუ ის ქალი ჩინარია, თუ მართლა ჩინარია, Benim Asiye. მე ვარ ასიე. Bak hele, რაღაც უნდა დაგავალო. sana bir şey. გესმის? Tamam yenge. კარგი geç ბიცოლა, kalmam. არი ნერვიულო. Akşam არ görüşürüz. დავაგვიანებ. საღამოს გნახავ. Ne oldu kızım ne? რა მოხდა შვილო? რა გითხრა? Babaannem yarın gidiyormuş. ყოლბებია O მიდის. yüzden akşam hepimiz. ამიტომ ამ საღამოს ყველამ ერთად უნდა ვივახშმოთ. vermek için aramış. ბიცოლა მამის სათქმელად დამირეკა. Asma o güzel yüzü. გთხოვ, ნუ მოიწყენ. Bak babaannem yarın gidiyormuş işte. ხომ გაიგებებია ჩემი ხვალ მიდის. ერთი დღეც მოითმინე. Her şeyi öğren. მალე ჩემი დაძმა ყველაფერს გაიგებს. აღარი ნერვიულო. Annem benim. დედა, Sen sadece მხოლოდ Çetin'le ჩეთინზე და ესმაზე იფიქრე. Onların da benim gibi böyle წარმოიდგინე, რომ ისინიც ასე ჩაგკიდებენ ხელს, დედას დაგიძახებენ, გულში ჩაგიკრავენ. bu dedikleri. როგორც ამბობ, ისე იქნება შვილო. ქალბატონო მელდა, გამარჯობა, ესმა ვარ. თუ გცალიათ ოფისში გვესტუმრეთ. მე და ბატონო მერს თქვენთან სალაპარაკო გვაქვს. დიახ, საბუთებს ხელი მოაწერა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. კარგი, გასაგებია. რა თქვა? ქალაქ გარეთ შეხვედრა აქვს. მალე აეროპორტში უნდა იყოს. მითხრა ხვალ დავბრუნდები და ვილაპარაკოთო. ყველამდე ვერ დაველოდებით. თუ აქ არ მოვა, ჩვენ უნდა წავიდეთ მასთან. მეც ასე ვფიქრობ. Hoş geldiniz. გეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, გელოდებოდით. გმადლობ. Hayırdır რა gel. ხდება ბრძალა? Niye böyle nefes? ასეთი აღელვებული რატომ ხარ? Sizi merak ettim. თქვენზე ვღელავ დედა. Getir çocuğu. ყველაფერი შიგნით შეიტანე შვილო. Onlar ne? რა მოიტანეთ? Duruyor oyuncak al. დურუს სათამაშო უყიდე. ნახე, ბებიამ კატაც მიყიდა. Peki. რა საყვარელია. Hadi kızım hadi. შიგნით შევიდეთ შვილო. შევიდეთ. Kedimiz კატაღა გვაკლდა. Pirelenmez. სახლი რწყილებით გაივსო. Az kaldı. ფინიშის ხაზს უახლოვდები ზუხალ. ცოტაც მოითმინე. ჩინარს ხვალვე მოვიშორებ თავიდან.
ჯანდაბა. დემეთ. ნეტა ვიცოდე შენ გამორისი ატანა მიწევს. იმედია ეს მსხვერპლი საკმარისი იქნება შენთან შესარიგებლად. Aman be hala. Qomerta ჩემო მამი და 2 წუთით მაინც დამანებეთ აღი. Biraz sabretsen geleceğim. მოითმინე და მალე მოვალ. Hayırdır? რა ხდება? ვინ რეკავს? ჩეთინი. ყურები რატომ ჩამოყარე? იქნებ სამსახურთან დაკავშირებით რამე სიახლეა. უპასუხე. გავიგოთ რა უნდა. ალო, Efendim. გისმენ ჩეთინ. დემეთ, როგორ ხარ? საქმე მაქვს ჩეთინ. მითხარი რატომ დარეკე? კარგი, დიდ დროს არ წაგართმა. საღამოს კაფეში შევხვდეთ. შენთან სალაპარაკო მაქვს. მუშაობ და არ ძალია. თუ რამე გაქვს სათქმელი, ტელეფონით მითხარი. ტელეფონით ვერ გეტყვი. პირისპირ უნდა შევხვდეთ. შენთვის სიურპრიზი მაქვს. რა უნდა? Buluşalım diyor. Bir şeyler. ჩემთან შეხვედრა სალაპარაკო მაქვსო. მიდი და თანხმდი. Tamam. კარგი, მოვალ. კარგი, მაშინ დაგემშვიდობები. Allah'ım sana çok şükür sonunda evlat. ღვთის წყალობით მალე ჩემს შვილებთან ერთად ვიცხოვრობ. Bugünün geleceği. მომავლის იმედი რომ არ მქონდეს, 20 yıl. ერთი წუთითაც ვერ გავუძლებდი მათგან შორს ყოფნას. Onları bağıra. 20 წელი ძალიან დიდი დროა. Evlat. იმედი მაქვს, როცა ჩემს შვილებს ჩავეხუტები და მათ სურნელს ჩავისუნთქა. ჩემს გულში მათი მონატრებით ანთებული ცეცხლი ჩაქრება. რა საყვარელი ხარ? Kızım. შვილო, Nereden? სადიპოვა ეს კატა? Yengem görmeden. გარეთ გაიყვანე, სანამ ბიცოლას დაუნახავს. ბიცოლამ ნება დამთო. თანაც ეს კატაბებია მიყიდა. მაწანწალა არ არის, ძალიან საყვარელია. Evet. O da senin gibi çok. შენსავით. დედა, ჩვენთან სახლში ხომ წავიყვანთ? წავიყვანთ. Ama მაგრამ ერთი პირობით. კარგი? რა პირობით? bunu sen al. ამ კატას შენ თვითონ O da მოუვლი. bizim gibi არ sevgi. დაგავიწყდეს, რომ მასაც ისევე სჭირდება მზრუნველობა და სიყვარული, როგორც ჩვენ. კარგი, მე თვითონ ვიზრუნებ მასზე. ოჯახ ჩემო ძვირფასო გოგო. Oo. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. Akşamı ziyafet. როგორც ჩანს, საღამოს სუფრას ვშლით. მშობლიური სოფლის პროდუქტი ხომ უნდა დააგემოვნოთ. დედა ასე მიბრძანა საღამოსთვის სუფრა გამეშალა. Hayırdır yenge? Bir şey mi? რა არის ბიცოლა, მოხდა რამე? olacak kızım? კიდევ რა უნდა მოხდეს შვილო? Kesin bir şeyler. მგონი დედა ასე რაღაცას ხდება. İyi de kardeşlerim. როცა ჩეთინი და ესმა სიმართლეს გაიგებენ, ბებია ჩვენ საქმეში ვეღარ ჩაერევა. სეჰერ, ასე მშვიდად როგორ ხარ? რამდენჯერ გითხარი, რომ შენი და-ძმა როცა სიმართლეს გაიგებს, ისეთი რეაქცია არ ექნებათ, როგორიც შენ გქონდა. ჩინარს დედად არ აღიარებენ. Benden gizli ვიცი, bir რომ şey რაღაცას çekmiyorsun მიმალავთ. kesin. დამაცადეთ. Dur bakalım. ყველაფერს Neymiş გავარკვევ. göreceğiz. ვიპოვეთ. აი იქ არის. ქალბატონო მელდა. ქალბატონო მელდა. გთხოვთ 2 წუთი დაგვითმეთ. ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ. აქ რა საკეთებთ? ბურაკმა გამოგგზავნათ, არა? გადაეცით, რომ მასთან საქმე უკვე დავასრულე. ჩემთვის ის წიგნი დაიხურა. ბურაკის დანახვაც აღარ მინდა.
ბატონმა ბურაკმა არაფერი იცეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქალბატონ ესმას მოусმენთ, განქორწინებას ორივე გადაიფიქრებთ. მისმინეთ ქალბატონო მელდა, მიჭირს ამის თქმა. უნებლიეთ ქალბატონი ჰილალის და ბატონი დენიზის საუბარი მოვისმინე. ადამიანები, რომლებსაც მეგობრებად თვლით, თქვენ ზურგს უკან საშინელებებს ჩადიან. ბიჭებო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მგელივით მშია. წავიდეთ, რამე ვჭამოთ. ერთი ადგილი ვიცი, სახლში მომზადებული კერძებით გაგვიმასპინძლდებიან. წავიდეთ? კარგია, მან წავიდეთ. კუდრეთ, შენ რა სიტყვი? ბიჭებო, მე ვერ წამოვალ. ლექციები მაქვს. უნდა ვიმეცადინო. წამოდი კუდრეთ, დიდხანს არ გავჩერდებით. ვისადილებ და დავბრუნდებით. კარგი, წამოვალ, მაგრამ დიდხანს ვერ გავჩერდები. ბებია ჩემი ჩამოვიდა, სახლში ადრე უნდა მივიდე. რა ხდება? ასე ჩუმად განმარტოვებით რაზე ლაპარაკობთ? ბებია, დორუსთვის ძალიან ბევრი რამ გიყიდია. რა საჭირო იყო? თავარია ბავშვმა გაიხაროს. კაფეში ვერ ვისადილეთ. დეიდა აიშესთან მივედით სამსახურში, მაგრამ არ დაგვხვდა. მშობლიურ სოფელში წასულა. ვერადა ვერ გაიცანით ერთმანეთი დედა. ჩემი ბრალია. დღეს ვერ გავიცანი, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გავიცნობ. რადგან ასე ძალიან გიყვართ, კარგი ქალბატონი უნდა იყოს. შენ თქვი, რომ დღეს დილით პარკში რომ მოვედი, აიში ახალი წასული იყო. არ იცოდი, რომ სოფელში მიდიოდა? ვიცოდი. როგორ არ ვიცოდი? პარკში დასამშვიდობებლად მოვიდა. რა სისულელეა. არც ჰილალი და არც დენიზი არ არიან ის ადამიანები, ვინც ჩემს ზურგს უკან იმოქმედებდა. მათთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. ერთად გავიზარდეთ. თქვენი მესმის ქალბატონო მელდა. რთულია ასეთი რამ დაიჯეროთ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენს მეგობრებად თვლით, მაგრამ მათ ქმარს დაგაშორეს. გთხოვთ, დამიჯერეთ. მომისმინეთ. ზოგჯერ ადამიანები ვერ ხვდებიან რა არის მართალი. თუ წარსულს გაიხსენებთ, რა გითხრეს თქვენმა მეგობრებმა, როგორ მოგეხსნენ? დარწმუნებული ვარ დაგვეთანხმებით. თუ ფიქრობთ, რომ ჩემი მეგობრობის დადანაშაულებით ბურაკთან შემარიგებთ, ძალიან ცდებით. თქვენი ტყუილების მოსმენის დრო აღარ მაქვს. მაგვიანდება. ქალბატონო მელდა. Burası. Geldik. მოვედით. Ya beyler. ბიჭებო, მოიცადეთ. Bir durun da bir şey. რაღაც უნდა გითხრათ. Başka bir şey mi? სხვა რამე ვჭამოთ. პიცა ან ბურგერი. სახლში მომზადებული კერძები არ მომწონს. Yani დავიღალე ყოველდღე ბურგერის და პიცის ჭამით. Hamburger ve pizza. Tünyanın kerzi miydi? Geldi bana artık. Şöyle მართალია, სახლში მომზადებული კერძები გვინდა. aynen vallahi. ხო, ასეა. Ev yemeklerini თანაც ამ კაფეში გამორჩეულად ამზადებენ. 10 numara. თითებს ჩაიქმნეთ. Hadi sene be. შიმშილით ხვდები კუდრეთ. სხვაგან ვეღარ წავალთ. Şöyle otur. აქ დავსხდეთ. გამარჯობა. მითხარი რა გინდოდა? ოღონდ სწრაფად. მამიდასთან უნდა დავბრუნდე. Demet. დემეთ. ბიზელშემისგან სამსახურის შემოთავაზებას მხოლოდ შენ გამოდავთანხმდი. ძალიან მიხარია. Tebrik ederim. გილოცავ ჩეთინ. სწორი გადაწყვეტილება მიიღე. Sağ ol. გმადლობ. იმედია თავს კარგად გავართმა. და რომელ პოზიციაზე დაიწყე მუშაობა? Ya da Maitza, sana გამოვიცნობ. tahmin edeyim. გაყიდვების ან ფინანსური მენეჯერი ხარ? Müdürüsün. Şey არა, yok. ჯერ მენეჯერი არ ვარ. Tabii რა ya. თქმა უნდა. Nasıl akıl edemezsin? ამაზე როგორ არ ვიფიქრე? Yani daha
ჯერ ძალიან გამოუცდელი ხარ იმისთვის, რომ დირექტორად დაგნიშნონ. მაგრამ დირექტორის თანაშემწე გახდი, არა? Evet. Doğru bir ესე იგი გამოვიცანი. koskoca Turgut. თურგუთ ფოირაზე ძმისშვილს სტაჟიორად არ დანიშნავდა. ძალიან მიხარია, ჩეთინ, ძალიან. Nihayet როგორც იქნა, მოხვედით. Ben de artık ცნობის მოყარეობისგან მკვდები. ბოდის გიხდი. შკარობდით და ვერაფერი გითხარი. ქალბატონ მელდასთან ვიყავით. Neyse. არა უშავს. რა პრობლემაა? Sen ne yaptın Esma? რა ქენი ესმა? სტიპენდიის საკითხი მოაგვარე? ხო მართლა, მეც უნდა მეკითხა. ლექტორთან გასაუბრებამ როგორ ჩაიარა. ლექტორმა მითხრა, რომ ყველანაირად დამეხმარება. სტიპენდიის მიღების მაღალი შანსი მექნება თუ რეკომენდაციის წერილს დამიწერს. წარმატებებს გესურვებ. Sağ olun. გმადლობ. Benim şu burs სტიპენდია აუცილებლად უნდა მიიღოს. Ömer'i ყველაფერს ვიღონებ, რომ ესმა ლონდონში გავგზავნო. Londra'ya göndermeni. თორემ ომერს დავკარგავ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. რას მიირთმევთ? არტიშოკის სალად სპორტთან ერთად. Ben de მე წიწილა და ბრინჯი მინდა. Ben de მე მწვანე ლობიო მომიტანეთ. Benim iştahım kaçtı. მადა დამეკარგა. Bir მე sorun. წყალს დავლა. Peki. კარგი. Ne oldu? რა მოხდა? Hala affetmemiş. ისევ გაბრაზებულია? Çocuk da haklı tabii. რა თქმა უნდა, და მართალიც არის. ვერაფერს ვიტყვი. ადამიანი სახლიდან რომ გაგაგდებს, როგორ უნდა აპატიო? რესისონია? სამზარეულოში რას ამზადებენ ბიცოლა? არ ვიცი. მაგრამ რასაც არ უნდა ამზადებდნენ, სახლიდან ეს სუნი აღარასდროს გავა. Vır vır vır. რაზე ლაპარაკობთ? Siz öyle. Mis gibi საქონლის თავისა და ფეხების სუნია. არ მოგეწონათ? Yok anneciğim არა დედა, უბრალოდ გვაინტერესებდა. sadece aklınıza kendi საიდან გაგიჩნდა საქონლის თავისა და ფეხების მომზადების იდეა? Peki bu geçici bir şey ama, değil mi? ისე ეს დროებითი არა? ანუ მალე დაგაწინაურებენ. Çetin. ჩეთინ, Asma suratı. სახენუ ჩამოგტირის. Ben ne yaptıysam bizim için ეს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის გავაკეთე. პირობა რომ არ წამეყენებინა, ბიძა შენს არ დათანხმდებოდი. ასე არ არის? Sen თუ ამით ბედნიერი ხარ, ჩემთვის პრობლემა არ არის. Şimdi ახლა რადგან მიიღე რაც გინდოდა. sakin oldu. Benim de მეც მაქვს შენთან ერთი თხოვნა. bu yüzüğü bir daha ამ ბეჭედს აღარასოდეს მოიხსნე. söz პირდები? söz. პირდები. Koskoca müdür. მენეჯერის ასისტენტის დამცირებასაც არ ვაპირებ. წინ ვერ იყურები? ბრმა ხარ? ნახე რა უქენი ჩემს პერანგს. ბოდიში შვილო, განზრახ არ გამიკეთებია. განზრახ არ გაგიკეთებია? იცი რა ღირს ეს მაისური? იქნებ იმდენი რამდენიც შენი ერთისთვის ხელფასია. ეს ლაქა როგორ მოვაშორო? კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს. მომეცი პერანგი, კინწმენდაში წავიღე. თავი დამანებე, აქ აღარ მოვალ. პერანგი გადასაგდებია, გაფუჭდა. ქალბატონო ესმა შეგიძლია ამ დოკუმენტებს გადახედო. Ben çıkıyorum. მივდივარ. თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება, მომწერეთ. სასამართლოში ვიქნები. კარგი. წარმატებას გისურვებ. გმადლობ. ქალბატონო ესმა. ქალბატონო ესმა. სადღაც დაფრინავ. ვერ გაიგე რა გითხარი. Özür dilerim. მაპატია. Londra'ya ლონდონის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობდი.
სად ვიცხოვრებ, რა ადგილებს მოვინახულებ და ასე შემდეგ. ნახეთ, რა ლამაზი ქალაქია. Evet, მართალია. öyle. უნივერსიტეტში ჩავირიცხე. სტიპენდიასაც თუ მოვიპოვებ, ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე წარმომედგინა. ესე იგი წასვლა გადაწყვიტე. რა თქმა უნდა. წლებია საზღვარგარეთ სწავლაზე ვოცნებობ. ლონდონში მაგისტრატურის გავლა დიდი ნახტომი იქნება ჩემს კარიერაში. Hakkınızı იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მურატ, ერთი წუთით წამოვყევი. რა ხდება კუდრეთ? წამოდი ძმაო. Gel bakayım. წამოდი და გაიგებ. მომისმინე. შიგნით ის კალია, რომელსაც შენ უყვირე. ის კალი, რომელიც შენი პერანგის გამო გალანძღე. ეს აქ ბორის პოლისთვის მუშაობს. პატიოსთან ჩრომობს, გესმის? შენაირი ბრიყვების პრეტენზიებს ითმეს. რასაკეთებ კუდრეთ? სულ გაგიჟდი? გაჩვმდი. ის კალბატონი არაფერში იყო დამნაშავე. ადექი და უყვირე. სხვების თვალწინ დაამცირე. ახლა შიგნით შეხვალ და იმ კალს კაცურად ბოდიშს მოუხდი. Neredesin? სად ხარ? დიდი ხანია გირეკა. რატომ არ მპასუხობ? მოკლედ მითხარი რაკენი. Güzel. კარგია. ყველა იმ ადამიანის ფოტო მჭირდება, ვინც იმ კაფეში შედის და გამოდის. böyle hararet. საინტერესოა ვისალაპარაკება. Hayırdır? რა მოხდა? Bu sefer çok აქ ხომ არ მოიწყინე დედა. daha gelene მალათია მოგენატრა არა? ამდენი ხანი სოფლიდან შორს არასდროს ყოფილხარ. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. სამზარეულოში წადი და შეამოწმე ფიდანი რას აკეთებს. Tamam anneciğim hemen. კარგი დედა, ახლა შევამოწმებ. Bir kahve yap. ყავას მოვადუღებ. მიირთმევ? არა. კიდევ რამეს ხომ არ მიირთმევთ? Sağ olun. Başka მადლობთ, მეტი არაფერი გვინდა. მალე წავალთ. Bu arada az önce ჩემი საქციელის გამო ბოდის გიხდით. Önemli değil. არა უშავს. უკვე დავივიწყე. iki ortak. ორი ყავა თუ შეიძლება. Teşekkür ederim. მადლობთ. ბოდიშს გიხდით ბატონო გურსელ. გაუფრთხილებლად მოვედი. არა უშავს, არის დარდო. შენთან სალაპარაკოდ დროს ყოველთვის გამოვნახავ. გმადლობთ. ძალიან გულისხმიერი ხართ. Sizin gibi ეს მას ძალიან გაუმართლა შენაირი უფროსი რომ ხავს. აშკარად აფასებ თანამშრომელს. Sadece işle sınırlı. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საქმით არ შემოიფარგლება. ნათესავები ვართ. ეს მას მართლა ძალიან ვაფასებ. ne რა güzel. კარგია. Peki Esma'nın bu ეს მამიცის აქ რომ მოხვედი. Hayır. არა. Bursu benim. ძალიან გამიხარდება თუ ეს მას არ ეწოდინება, რომ სტიპენდია მე დავუფინანსე. Esma ailesinden. უნდა რომ ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიოს. ამიტომ შეიძლება უარი გითხრათ. Kanatlanıp uçmak isterken ფრთების განშლაზე და გაფრენაზე ვოცნებავდი. kalıyorum iyicene. თითქოს ფეხის ტრავმა არ იყოს საკმარისი. Şimdi de amcam ახლა ბიძა ჩემთან უნდა ვიმუშაო. bırak uçmayı. სიყვარულიც კი არ შემიძლია. İstediğim ფრენაზე რომ აღარაფერი ვთქვა. bütün bunlar. ჩემი ოცნებები ოცნებებად დარჩება. İşte o zaman ამ gerçek. ყველაფრის შემდეგ საყვარელ ადამიანს ვერ დავკარგავ. Ne olur anla beni. მე მართლა დავკარგავ სიცოცხლის ხალეს დემეთ.
ჯანან, Kızım. შვილო, 2 saattir ne 2 საათი გავიდა, მან დრას აკეთებ. კარადა გამოაღე და დააცარიელე. ცეჰერმა ქილები შეაწყოს. ხელები რისთვის გაქვს? ასე არ შეიძლება. Tamam sen. თავიდანებე, მე მივხედავ. Fidan. ფიდან, შვილო, ეს კუსკუსი, მაკარონი და ლობიო გასკურის ქვეშ კარადაში შეინახე. Oradakileri de başka დანარჩენ პროდუქტებსაც თავისი ადგილი მოუნახეთ. სწრაფად. Kolay gelsin. მართმა ხელი მოგიმართეთ. დედა, შენ ნუ შეწუხდები. ყველაფერს მე მივხედავ. yapılıyor. მალე მორჩები, შვილო. Sen de boş. შენ უსაქმოდ ნუდგა ხარ. ყველას დაურეკე. ვახშამზე არ დაიგვიანან. სუფრას რომ გავშლით, აქ უნდა იყვნენ. კარგი, ახლავე დავურეკავ. მოითმინე ზუხალ, ცოტაც მოითმინე. ხოლმიდის, ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქებ. Ya sabır. ეს უკვე მეტის მეტია. Sabır bir kedimiz კატა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის. Evlilikten სახლის სახლს აღარ გავს. sabret. მოითმინე ზუხალ, მოითმინე. Elinize ღმერთმა დაგლოცოთ. უგემრიელესი კერძები გაქვთ. კვლავ გელოდებით. კუდრეთ. Bana hala çok ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ, ama inansın. მაგრამ დამიჯერე, შენთვის სახლიდან წასვლა უნდა მეთხოვა. Başka türlü სხვა გზა არ მქონდა შვილო. ძალიან ნანობასი არ უნდა მოვქცეულიყავი. affet beni. ბოდიშს გიხდი. რადგან წასვლა მთხოვე, ესე იგი ამის მიზეზი გქონდა დეიდააშე. hem ნუ ღელო, merak etme. შენზე გაბრაზებული აღარ ვარ. Asıl özür თუ ვინმეს dilerim. ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს მე ვარ. Barış. ესე იგი შევრიგდით. შევრიგდით. Kudret. კუდრეთ, Hadi oğlum. დავოდით ძმაო. Ben მე gideyim. წავალ. Görüşürüz. ნახვამდის დეიდააშე. ნახვამდის შვილო. მადლობა ღმერთს. Çocuğum sizin için შვილო, yaptım ben. ეს შენთვის მოვამზადე. ძვლებისთვის ძალიან კარგია. ყოველ დღე შეჭამ და წამალი აღარ დაგჭირდება. მიირთვით, თორემ გაცივდება. თბილ-თბილი უნდა ჭამოთ. Alışmışsın. ქალაქში სტრაფიკების ობიექტებში ჭამას ხართ მიჩვეულები. ჯანმრთელობისთვის ეს საზიანოა. დედა, ამას ვერ შევჭამ. ძალიან ცუდი სუნი აქვს. ჩუმად, ბებია გაიგონებს. ცოტა შეჭამე. Fidan. ფიდან, Kızım Zuhal. წვნიანი ზუჰალსაც დაუსხი შვილო. თებში цариელი აქვს. არ მინდა დედა. არ მშია. უბრალოდ თქვენთან ერთად დავჯდები სუფრასთან. დაუსხი, დაუსხი. ეს 10 ჯერ სასარგებლოა იმ სუშიზე, რომელსაც ყოველდღე ვჭამ ძუჰალ. დედა, ჩემთვის ნომერ პირველი მზარეული ხარ. გემრიელია. ღმერთმა შეგარგო შვილო. Gözyaşlarım hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerindeki o tebessümü görmek için ben yıllarca beklerim seni kalbime gizledim durdum senden asla vazgeçmem. Allah'ım evlat. ღმერთო, გთხოვ მომასწარე იმ დღეს, როცა ჩემს შვილებთან ერთად ვივახშმებ.
მათ მონატრებას ვეღარ ვუძლებ. ჩემი ოცნება მთელი ოჯახი ერთად შევკრიბო. ფიდან, შეგიძლია ჩემს მასწვნიანი კიდევ დაუსხა. მიირთვი შვილო. ფიდან, ყველას დაუსხი, სასარგებლოა. დედა, ნეტავ ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყარ. ასე მალე რატომ მიდიხარ? რაღა მალე შვილო, ერთი კვირა აქ ვარ. თავი მოგაწყინეთ. რას ამბობ დედა? შენ ჩვენი უფროსი ხარ. ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გიჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. ბიცოლა მართალია, ჯერ ვერ მოგისიყვარულეთ. ცოტა ხანს კიდევ დარჩი. არჩებებია, რატომ ჩქარავ? ჩემი საქმეები მაქვს შვილო. სეჰერ? შენ არაფერი გითქვამს შვილო. არ გინდა რომ დარჩე? რას ამბობ ბებია? როგორ არ მინდა? უბრალოდ ვერ შეგეწინააღმდეგე. წავალ, წამალსწავლე. მოგიტან ბებია, რატომ წუხდები? არა, შენ წვნიანი მიირთვი. წამალს თვითონ დავლევ. გემრიელად მიირთვით. მიდი ძმაო დაასრულე. გამომართვე. ბიძია, შეგიძლია პური მომაწოდო? უფალო, მე არ ვბრაზობ შენზე. იცი რაც არის ჩემთვის უკეთესი. უბრალოდ ვლოცულობ და გელოდები. იმედს არასდროს ვკარგავ. ყოველ ღამე ძილის წინ იმ დღეზე ვოცნებობ, როცა ჩემს შვილებს სკოლში ჩავიკრავ. როცა სიმართლეს ვეტყვი და დამიჯერებენ. დამეხმარე რომ ამ განსაცდელს გავუძლო. ფოტოები მზადაა. დრო და მისამართი შემატყობინეთ, რომ გადმოგცეთ. დამელოდე ქალბატონ ვაიშე. ხვალ გავარკვევ ვინ ხარ. უფალო, მხოლოდ შენი იმედი მაქვს. გენდობი. შენ ხარ მოწმე, რომ რასიმი მე არ მომიკლავს. გევედრები, წყალობა გამოიჩინე. გააგებინე ჩემს შვილებს, რომლებსაც მკვლელი ვგონი ვარ, რომ ეს მე არ გამიკეთებია. დამეხმარე დავარწმუნო ისინი, რომ უდანაშაულო ვარ. მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემს უბედურებას ბოლო მოუხო. კეთილი მგზავრობა დედა. აეროპორტამდე ხომ არ მიგაცილო? დედა, მეც ხომ შემოგთავაზე, მაგრამ უარი მითხარი.
Yavrum sen რა საჭიროა შვილო, შენ საქმეს მიხედე. hadi. მიდი, აეროპორტში სალიხი მიმიყვანს. ნახვამდის ბებია. ფიდან? აქ ვარ. რასელოდები ჩაჯექი მანქანაში. Hadi görüşürüz. ნახვამდის. ნახვამდის ბებია. სახლში რომ მიხვალ დაგვირეკე. Tamam tamam. კარგი, კარგი. ჩაჯექი. მოდი შვილო. თავს გაუფრთხილდით. Hadi Allah'a ღმერთი გფარავდეთ. ნახვამდის. Vallahi ბებია მომენატრება. სახლში შევიდეთ. Seher kızım. სეჰერ შვილო. Anneciğim, ალო, დედა. gözümüz როგორ aydın. ხარ? Babaannem ბებია, ახლა ხან გავაცილეთ. bir sıkıntı რამე çıkmadı. ხომ არ მოხდა? Yok, her şey არა, gayet iyi. ყველაფერი რეგზეა. Nasıl heyecanlıyım. ვერ აღწერ როგორი აღელვებული ვარ. როგორც იქნა ჩეთინი და ესმა სიმართლეს გაიგებენ. ჩემი აზრით მოცდას აზრი აღარ აქვს. ამ საღამოს შევიკრიბოთ. კარგი შვილო, როგორც გინდა. Artık bundan sonra ამიერიდან ერთად ვიქნებით. იმედია ერთმანეთს აღარაფერი დაგვაშორებს. Neredesin? სად ხარ? იმ მისამართზე რომელიც მომეცით ქალბატონო. დამელოდე, ახლავე მოვალ. Abla biz gidiyoruz. და ჩვენ გავდივართ. Tamam. კარგი. არ დაგავიწყდეთ რომ საღამოს ერთად უნდა ვივახშმოთ. თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. abla. დაიგო. უკვე რამდენი დღეა იძახი თქვენთვის სიურპრიზი მაქვსო. Hayır yani bir şey söyle. მაგრამ არაფერს ამბობ. ბავშვები ხომ არ ვართ? რატომ გვატყუებ? Beklediğinizde değil. დამშვიდდი არ გატყუებთ. Hadi oyalanma. დამიჯერეთ. Hayırlı işler. ლოდინად ღირდა. Görüşürüz. აბა, დროებით. ნახვამდის. Hayırlı sabahlar. დილამშვიდობისა და წარმატებულ დღეს გისურვებ. გმადლობ. Bakayım da yüzüne სახე neler გიბწყინავს açmış. ჩინა. მითხარი რა მოხდა? Hayır olsun. Anlat რა bakayım. მოხდა? მომიყევი. Asiyama gitmiş. დედა ასე ეწავიდა. Bu akşam evlat. ამ საღამოს ჩემს შვილებს ვეტყვი რომ მათი დედა ვარ. Allah'ın ღვთისნებით როგორც იქნა ერთი ოჯახი ვიქნებით. Hadi inşallah. იმედია დაო. Salih სალი, şu sağda. აქ სადმე გააჩერე. Ne oldu anne? რა მოხდა დედა, რატომ ჩერდებით? ქალბატონო ასია თავს ცუდად გრძნავთ? არა შვილო. რაც გითხარი, ის გააკეთე. ეს თქვენი მიერ მოთხოვნილი ფოტოებია. ეს ქალბატონი აიშეა. Ana bakayım kimin? დედა, მაჩვენე ვისი ფოტოა? Çınar ya. პიცოლა ჩინარი? ჩინარ. O kadar heyecanlı. ძალიან აღელვებული ვარ დაო. İnşallah bu akşam bir aksilik. იმედია ამაღამ ხელს არაფერი შეგვიშლის. იმედია დაო. წარმატებებს გისურვებ. Bu geceyi atlat. წინ გრძელი ღამე გელოდება. Asiye denen. ახლა როცა ის ქალი წავიდა, საშიში აღარაფერია. მართალი ხარ დაო. Bundan sonra ამიერიდან ჩემი ერთადერთი სადარდებელი ის არის, რომ შვილებმა მიმიღონ.
ქალბატონო ასია, თუ კიდევ მოვიცდით, თვითმფრინავს ვერ მიუსწრებთ. Gitmiyorum. არსად წავალ. Konağa git. სახლში დავბრუნდეთ. Demek sen. ესე იგი შენ ხარ ჩინარ. Demek ჩემს შვილიშვილებს თავს არ ანებებ. გითხარი მათგან თავი შორს დაიჭირე მეთქი. მათ ცხოვრებაში არ ჩაერიო მეთქი. ჩემი გეშინოდეთ შენც და მათაც ვინც შენ გიცავს. დურო. ახლავე მოაშორე ეს კატა აქედან. რატომ? როგორ თუ რატომ? ყველგან კატის ბეწვია. რაც გითხარი ის გააკეთე. არ მაინტერესებს, არ მოვიშორებ. წამოდი შვილო, გამოიცვალე, მივდივართ. სეჰერ, ცუდად ნუ გამიგებ შვილო. ალერგია მაქვს, ვეღარ სუნთქავ. კარგი ბიცოლა, მესმის. დურო შენი სათამაშოები შეაგროვე და წავიდეთ. კარგი. სად მიდიხართ? სახლში? არა. დედა ჩემს უნდა შევხვდე. საღამოს ჩეთინს და ესმას მასთან მივიყვან. სეჰერას ამბობ. ისევ არ გადაგიფიქრებია? დედა ასია რომ დაბრუნდეს რასიზა. არ ინერვიულო. ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს. თანაც-ბებია რომ დაბრუნდება უკვე ყველაფერი რიგზე იქნება. მას შემდეგ რაც დედას მივიღებთ, ჩვენ წინააღმდეგ ვეღარ წავა. ორი სამყარო რომ გაერთიანდეს, მაინც არ გაპატიებ ჩინარ. დაო მივდივარ. სეჰერმა დამირეკა პარკში უნდა შევხვდე. რამდენიმე საათში დავბრუნდები. დღეს შენი დღეა. სამუშაოზე არ იფიქრო. წადი და ელაპარაკე შენს ქალიშვილს. გადაწყვიტეთ ამ საღამოს რას იზამთ. მერე სახლში წადი და მშვიდად მოემზადე. ღმერთმა დაგლოცოს დაო. მიხარია რომ უფალმა შენი თავი გამაცნა. ჩემთვის ილოცე. კარგი? კარგი, შენზე ისედაც ყოველდღე ვლოცულობ. ღმერთმა კარგად გამყოფოს. ახლა წადი, არ დაიგვიანე. სეჰერს მოკითხვა გადაეცი. გესმის? წადი. როგორც კიდე და ასია წავიდა, მაშინვე გეგმის შესრულებაზე გადავიდნენ. ნუ თუ საერთოდ არ ეშინიათ. რასულელი ვარ. თავიდანვე არ უნდა ჩამომეყვანა ჩინარი სტამბოლში. ზუჰალ, ამ პრობლემას ასე ვერ მოაგვარებ. ჩემი ეჭვები გამართლდა ჩინარ. მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ. რასიმის მკვლელი ჩემს ოჯახს ახლოს ვერ გაეკარება. Ablacığım. დაო, ალო, ესმა. საღამოს დეიდა აიშესთან ვართ ვახშამზე დაპატიჟებულები. დეიდა აიშესთან? აბა სოფელში წავიდაო? ხო, მაგრამ დაბრუნდა. ჩეთინს უნდა დავურეკო, ისიც მოვა. არ დააგვიანო, კარგი? კარგი. მის ამარც ახლავე მოგწერ. ჩეთინთან ერთად მოდი. საღამომდე. ღმერთო ჩემო. ღმერთო, გთხოვ დასრულდეს ის დღეები, რომლებსაც შვილებისგან შორს ვატარებ. ჩემო ჩეთინ, ესმა. გთხოვთ დამიჯერეთ, რომ უდანაშაულო ვარ. ღმერთო დამეხმარე, რომ ამ საღამომ მშვიდობიანად ჩაიაროს. თურგუც ხომ არ დავურეკო.
თავი დამანებელ მეტყვის. თუ ესმა და ჩეთინი დედამის მიიღებენ, ჩემი საქმე ცუდად წავა. შეიძლება ჩინარმა ქუდრეთის დაბრუნებაც მოინდომოს. შეიძლება ესმას ჩეთინს და სეჰერს გაუმხილოს, რომ ქუდრეთი მათი ძმაა. გარგიშდები, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ. ბრძალო! დედა ასია? დიდხანს გალოდინე? არა, საქმე მქონდა. თქვენ თქვით, რომ სასამართლოში შევხვდებოდით. მართალი ხარ, იქ ვაპირებდი შენს ნახვას, მაგრამ გეგმები შემეცვალა. ჩემი აზრით სასამართლო პროცესამდე ქალბატონ მელდას ბოლოჯერ უნდა დაველაპარაკოთ. იქნება ამჯერად შევძლოთ მისი დარწმუნება. კარგი აზრია. იმედია მათი ოჯახი მეგობრების გამო არ დაინგრევა. იმედია. რა მოხდა? ჩემს დანახვაზე სახეზე ფერი დაკარგე რძალო. არა დედა. უბრალოდ გამიკვირდა რომ დაგინახე. რამე დაგავიწყდა? მე არაფერი დამვიწყებია. მაგრამ როგორც ჩანს შენ დაგავიწყდა. რა დამავიწყდა დედა? ვერაფერს ხვდები? დაგავიწყდა რომ ამ მოხუც ქალს ვერაფერს დაუმალავ. დაგავიწყდა რომ შენი გამოხედვით, ხმის ტემბრით და ხელების მოძრაობით შემიძლია მივხვდე რომ რაღაც რიგზე ვერ არის. საერთოდ დაგავიწყდი რძალო. ვერაფერს ხვდები დედა. მაგრამ მე არ დამვიწყებია. არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილის მკვლელი. ის, ვინც რასი მიწამართვა. დედა აიშე. ჩემო ძვირფასო. გული დამწყდა რომ წახვედი. მაგრამ უკვე დაბრუნდი. დაბრუნდი საყვარელო, დაბრუნდი. შენ როგორ მიგატოვე? აღარ წახვიდე, კარგი? კარგი. აღარ წავა. მიდი შვილო, კატას ეთამაშე. კარგი. დედა. ჩემო სეჰერ. დედა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩეთინიც და ესმაც ასე ჩაგიხუტებიან. იმედია შვილო. დედა აიშე, ჩემთან მოდი. ღმერთო დამეხმარა რომ დღევანდელმა საღამომ შვიდად ჩაიაროს. იმ მკვლელს ჩვენ სახლში რა ესაქმება? ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია დედა, აბა როგორ არის სუჰალ? როგორ? ხომ გითხარი ის ქალი ჩემს შვილიშვილებს ახლოს არ გაეკაროს მეთქი? შემომხედე. თავს რით იმართლებ? ამის შემდეგ მეტყვი რომ ჩემი შვილიშვილების ბედი გადარდებს? იმედია ოდესმე მიხვდები ახლა რასაც ვგრძნობ. ეს როგორ გამიკეთე? დედა მე დედას ნუ მეძახი. ჩემს ქალიშვილად მიგიჩნიე. საკუთარი შვილი ჩაგაბარე. ზურგში დანა ჩამარტყი ზუჰალ. სახლის კარი იმ ქალს გაუღე, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა. დურუ, ნუ დარბიხარ შვილო. თავი დაანებე შვილო. დაეუფალმა ცხოვრების გზაზე დაბრკოლების გარეშე გატაროთ. ირბინოს როგორც უნდა. ღმერთმა გისმინოს. ჩეთინს და ესმას დაურეკე. აღელვებისგან დამავიწყდა მეკითხა. დავურეკე დედა, ორივე მოვა. ჩეთინს ვაზის ფოთლის ტოლმაც კი უნდოდა, მაგრამ არ იდარდო. რაც იქნება იმას შეჭამს. რას ამბობ შვილო?
Keşke daha önce ნეტავადრე გეთქვა, ფოთლებს მოვხარშავდი. yaprakları suya basar. ახლა რომ დავიწყო მზადება, ვერ მოვასწრებ. Düşmez ki. არა უშავს დედა. ჩემს ნათქვამს ყურადღებას ნუ მიაქცა. ბოლოჯერ ხომ არ ვივახშმებთ ერთად. შეგიძლია სხვა დროს მოამზადო. დემეთ? ძვირფასო, თავისუფალი ხარ? ნიშნულოვან შეხვედრას ხომ არ გაწყვეტინებ? არა, თავისუფალი ვარ ძვირფასო, გისმენ? კარგი. რადგან ასია, შეგვიძლია ერთად ვისადილოთ. რა თქმა უნდა, ერთად ვისადილოთ. კარგი. რესტორანს მე დავჯავშნი. ჩვენს ადგილას შევხვდეთ და ერთად წავიდეთ. კარგი ძვირფასო, როგორც გინდა. კარგი, ახლა გავთიშავ. მამი და მეძახის. შეხვედრამდე ძვირფასო. შეხვედრამდე. თვალებში მიყურებდი და მატყუებდი. ის ქალი დეიდა აიშია. ჩემი შორეული ნათესავი. ყველა გიждდება დეიდა აიშეზე. თითქოს არ კმარა რომ ამ სახლში შემოუშვი. სეჰერსაც დაუახლოვდა. ჩემ ზურგს უკან მოქმედებდი. ასეთი რამ როგორ დაუშვი? დედა ასე გთხოვდა მშვიდი. ნუ ერევი. ო მაგრამ მარტო დაგტოვე. რა მოხდა? ენა გადაყლაპერძალო. ხმა მოიღე. რამე მითხარი? დედა, Yemin ediyorum. გეფიცები არაფერში ვარ დამნაშავე. Turgut'un her şeyden başladı. თურგუთმა თავიდანვე ყველაფერი იცოდა. Çınar'a acıdı bu eve. მან ჩინარის სახლში მიიღო და დარჩენის უფლებაც მისცა. Sonra da ben ne რა არ ვიღონე, მაგრამ თავიდან ვერ მოვიშორე. Da Turgut'a da lafımı geçiremedim. ვერც ჩინარს და ვერც თურგუთს ვერაფერი გავაგებინე. Sana hiçbir şey. ჩემი ქვის შიშით ვერაფერი გითხარი, დედა. Onunla da თურგუთს დაველაპარაკები. çağır. დაურეკე და უთხარი სასწრაფოდ სახლში მოვიდეს. თურგუთ, სასწრაფოდ სახლში მოდი. Eve gel. სახლში მოდი მეთქი თურგუთ. იჩქარე. მოვიდეს. Gelsin. მოვიდეს, თვალი გამისწოროს და მითხრას, რომ ძმის მკვლელი სახლში შემოუშვა. რა გნებავთ? წარმატებულ დღეს გესურვებთ. მე ავანსის თხოვნას ვაპირებდი. მუშაობა ახლა ხან არ დაიწყე? ერთი კვირაც არ გასულა. ფული მჭირდება. ესე იგი, როცა უფროსის ძმისშვილი ხარ, შეგიძლია ავანსი მეორე დღესვე მოითხოვო. $750 ლირა ხელფასის ნახევარია. გამომართვი. ხელფასის ნახევარი? დიახ, ჩემი ხელფასი 1500 ლირაა. თითო კილოგრამი ყაბაყი და პომიდორი ამიწონეთ. ოღონდ გაფუჭებულს ნუ მომყიდით. ამაღამ სტუმრებს ველოდები. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. რას ამბობდაო, გაფუჭებულ ბოსტნეულს არ ვყიდით. გასაგებია. უბრალოდ საუკეთესო არჩიეთ. შვილებს უნდა გავუმასპინძლდე. სუფრაზე დამპალ ბოსტნეულს ვერ მივიტან. და რა უცნაური ხარ? საკუთარ შვილებს სტუმრებად მიიჩნევ? თითქოს მათთვის უცხო იყო. Evlatlarım için. ჩემი შვილებისთვის აქამდე უცხო ვიყავი. მაგრამ ამაღამ გაიგებენ, რომ მათი მშობელი დედა ვარ. წარმატებულ დღეს გესურვებთ. თუ ქალბატონი მელდა თავისუფალია, გადაიცით, რომ ბატონ ომერს მასთან შეხვედრას ორს. Melda Hanım,
ქალბატონო მელდა, ბატონო მერს თქვენთან შეხვედრა სურს. კარგი. მელდა ახლა თათბირზეა. თუ რამე გნებავთ, მითხარით და გადავცემ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. ქალბატონ მელდას პირისპირ უნდა დაველაპარაკოთ. თქვენ ვერ გეტყვით. ბოდიშს გიხდით. ქალბატონ მელდას თათბირის შეწყვეტა არ სურს. ახლა ვერ შეგხვდებათ. ქალბატონო ესმა. კაბინეტში დაუკითხავად ვერ შევიჭრებით. მოგვიწევს დავსხდეთ და მოვიცადოთ. მაპატიე რომ გალოდინე. დიდხანს ვემზადებოდი. როგორ გამოვიყურები? ძალიან ლამაზი ხარ, როგორც ყოველთვის. გმადლობ. რადგან ასეთ განსაკუთრებულ ადგილას მივდივართ, ვიფიქრე, ლამაზად გამოვეწყობოდი. სად მივდივართ? ჟურნალში რომ გაჩვენე რესტორანი ბოსფორის ხედით, აი იქ მივდივართ. ვიჩქაროთ. თუ დავაგვიანებთ, ჯავშანს გაგვიუქმებენ. წავიდეთ. წამოდი. იქნება არ მაპატიო. ღმერთო გთხოვ დამეხმარე. ხოლო ჩემი იმედი მაქვს. დააჯერე ჩემს შვილებს, რომ უდანაშაულო ვარ. დაეხმარე მათ, რომ მაპატიონ. დაედასრულდეს ეს ტანჯვა, რომელიც წლების განმავლობაში გულს მიმძიმებს. ამაღამ ჩემს ჩეთინს და ესმას გულში ჩავიკრა, ისევე როგორც ჩემი სეჰერი ჩავიკარე. ძალიან აღელვებული ვარ. დიდი ხანია აქ მოსვლა მინდა. მოგესალმებით. მაგი და დაჯავშნელი გაქვთ? ჩეთინ ფოირაზის სახელზე, ორი ადამიანისთვის. კარგი, წამობრძანდით. გმადლობ. გმადლობ. ლამაზი ადგილია, არა? ძალიან ლამაზია. საუცხოო ხედი იშლება, მაგრამ სადილისთვის ცოტა შეუფერებელი ადგილი არ არის? მენეჯერის თანაშემწე კაფეში ხომ არის სადილებს? თანაც ამიერიდან ასეთ პრესტიჟულ ადგილებს უნდა შეეგუო. რა სინებებთ? სასტარტოდ ორაგულის სტარტარი ზეითუნის ზეთით და სოკოთი. კარგი. ძირითადი კერძი ვერ გადავწყვიტე. აკავისის ზღვის პროდუქტებით ან მოხარშული კარტოფილის გარნირით. თუ გნებავთ, ორივეს მოგართმევთ. კარგი აზრია. ორივეს გავსინჯავ. ამდენ ხანს რატომ გრძელდება? გავქნათ, სხვა გზა არ გვაქვს. უნდა მოვიცადოთ. ქალბატონ მელდას ჩვენთან შეხვედრა იმიტომ არ სურს, რომ ფიქრობს მის მეგობრებს ცილს ვწამებთ. არა. არ მგონია ასე იყოს. ახლა გავიგებთ, საბაბი მოიგონა თუ მართლა დაკავებულია. ქალბატონო ესმა გაჩერდით გთხოვთ. ქალბატონო მელდა. მაინტერესებს თათბირი როდის დასრულდება. ვიცი რომ ჩინარი აქ არის. ეს როგორ დაუშვი თურგუთ? შენი ძმის მკვლელი სახლში როგორ შემოუშვი? 20 წელია მტკივილით ვცხოვრობ თურგუთ. ჩვენი ოჯახის წესრიგი დაარღვიე. ძმის ხსოვნას პატივი არ ეცი. მისი სინდისი ფეხქვეშ გათელე. საკუთარ ძმას ასე როგორ მოეკეცი? საერთოდ არ გრცხვენია? ძმა და
ობლად დარჩენილი ძმისშვილები არ შეიბრალე. მაგრამ ის მკვლელი შეიბრალე და სახლში შემოუშვი, არა? შემომხედე. თვალს ნუ მარიდებ. ჩემს თვალებში რა სიმს დაინახა? შენს ძმას დაინახავ. გრცხვენოდეს. გოდის გიხდით ქალბატონო მელდა, შეგაწუხეთ, მაგრამ თქვენთან სალაპარაკო გვაქვს. სალაპარაკო არაფერია. ჩემი სათქმელი გითხარით. მელდასგან რა გინდათ? მეც არ მესმის. მელდას თავი დაანებეთ. მან გადაწყვეტილება მიიღო. განქორწინებას აპირებს. გადაწყვეტილება შეიცვლიდა თქვენს ლაპარაკს რომ შესწრებოდა. მე ვიცი რომ ქალბატონი მელდას და ბატონი ბურაქის დასაშორებლად ყველაფერი იღონეთ. თქვენ თავად რა გინდათ ამ წყვილისგან? ქალბატონი მელდა აქ არის. უთხარით სიმართლე. ახლავე უთხარით. ზღვარს გადახვედით. უფლება არ გაქვთ ჩემი თანდასწრებით, ჩემს მეგობრებს ცილი დასწამოთ. მომისმინეთ ქალბატონო მელდა. ვიცი რომ დაჯერება გიჭირთ, მაგრამ ადამიანებს რომლებსაც მეგობრებად თვლით, ზურგს უკან ოჯახს გინგრევენ. რატომ არ გინდათ ამის დანახვა? რატომ? ქალბატონ ჰილალს თქვენი ქმრის. ბატონ დენის კი თქვენი ხელში ჩაგდება სურს. ეს ჩემი ყურით გავიგონე. ხმა მოიღეთ. ჩუმად რატომ ხართ? მელდა, ეს შენი კეთილდღეობისთვის გავაკეთეთ. ცუდი განზრახვა არ გვქონია. ნუ მიედმოედები ჰილალ. რაც ქალბატონმა ესმამ თქვა სიმართლეა? ამაზე მიპასუხე. უბრალოდ მითხარი რომ მეგობრები ვართ და სხვანაირად არასდროს შემომხედავ. რამე მითხარი დენის? პასუხი უკვე მივიღე. გრცხვენოდეთ. ხომ გითხარი რომ ის მკვლელი ჩვენ სახლში ფეხს ვერასდროს შემოადგამდა? ხომ გითხარი რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა ჩემს შვილიშვილებს ახლოს არ გავაკარებდი? მითხარი, მაგრამ მკვლელიც რომ იყოს, ბავშვების დედა. 20 წელი ციხეში გაატარა. შვილები თვალით არ ყავდა ნანახი. შემეცოდა. იმ ქალმა შენი ძმა მოკლა თურგუთ. დედა თურგუთმა სცადა ჩინარის სახლიდან გაეშვა, მაგრამ ვერ შეძლო. გულის ტკივა, გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რომ რასიმს უღალატა. შენ ნუ ერევი. ჩემი შვილიშვილი, შენი თანამზრახველი გახადე. რადგან ასე ახლოს არიან, ესე იგი სეჰერმა იცის, რომ ჩინარი დედამისია.
გახმოვანებულია მთავარ არხზე. geçti, unutmadım seni. Gözyaşlarım